ქრისტე აღსდგა, გილოცავთ ჩემო მშვენიერო გამომწერებო, იუთუბელებო, გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ეხლა ბრწყინვალე შვიდეულია, დიდი დღესასწაულია. ქრისტე აღსდგა ზეიმობს ცა და დედამიწა და ყველა ცოცხალი არსება. ეხლა ავიღე ორი დასტა და ამ ორ დასტაზე გადავამოწმოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი, როგორ ცხოვრობს, როგორ არის, როგორ გაატარა საღდგომო, სადღესასწაულო დღეები, რას გვეტყვიან კარტები, აბა ვნახოთ, ჩაიფიქრეთ პირველი, მეორე. და მოკლედ ბევრი ფიქრი არ გჭირდებათ, ინტუიციურად უნდა ამოარჩიოთ, თუ არა და ორივეს მოусმინეთ. იქნება და ორივეში იყოს პასუხი. დავიწყებ პირველი ვარიანტით, ჰარმონიული დასტით. და ვნახოთ, აბა როგორ მდგომარეობაშია თქვენთვის საყვარელი ადამიანი. თუ შეიძლება გვითხრა ჰარმონიულმა დასტებმა, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს, დაირჩია. პირველი ვარიანტი. ადამიანი რა ენერგიებშია, რა მდგომარეობაშია და რა ხდება მასთან. ადამიანს ცუდი კარტები არ არის, ჯერ ენერგიებს ვკითხულობ, სიგნიფიკატორი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს დაიწყოს ყველაფერი თავიდან, უყვარს ცვლილება, მრავალფეროვანია. ადამიანი, რომელიც არის მებრძოლი, ცოტა ხისტი უხეში, აქ საბრძოლო ხელოვნება ჩანს, არ ვიცი, შეიძლება რამე სპორტით, საბრძოლო სპორტით დაკავებული იყო, ან თვითონ არის აღნაგობით ასეთი. ეხლა ამ წუთას ყველაფერი არეული აქვს, აქ ჩანს, რომ სუფრებზე, დღესასწაულებზე მიირთვა დალია, იხალისა ოჯახთან და ცოტა ქაოსი აქვს, მაგრამ ასევე ტრანსფორმაცია ჩანს, რაღაც ახალი დასაწყისი, აი სულ რაღაცა გეგმავს, აი ხა დავიწყებ და მერე თითქოს ხელი ეშლება, მერე თითქოს მოგწერთ, მერე თითქოს მოდის, მერე ისევ იკარგება, რაღაც ქაოსი აქვს რა. ეხლა ყოველ შემთხვევაში მისი ენერგიები ასე მაჩვენებენ. თუ რეზონირდა, გავაგრძელოთ. აი ეს დღეები რით იყო დაკავებული ეს ადამიანი, როგორ გრძნობდა თავს და თუ ახსენდებოდით. ნახოთ აბა. რით იყო დაკავებული ეს ადამიანი, როგორ გრძნობდა თავს და თუ ახსენდებოდით. ფარულად, დამალულად. მოკლედ. აქ ახლა ნახეთ, მე არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი. ყველაზე 100%-ით შეიძლება არ რეზონირდებოდეს, მაგრამ რაღაცა მომენტები არის, რაც უნდა აიღოთ, იმიტომ რომ ენერგო საინფორმაციო ინფორმაცია ხო ამ ფაქის სივრცეში სამყაროდან რომ მოდის, მაინც საერთოა, იკითხება, რაღაცა ინფორმაცია მაინც მოდის. ანუ ჩვენ უბრალოდ არ ვართ ამას მიჩვეულები, მაგრამ ყველა მხრიდან მოდის ინფორმაცია, მით უმეტეს ეხლა და ნახეთ, აი ოჯახში იყო მაჩვენებენ. ნუ ეხლა არა აქვს მნიშვნელობა, აქ ყავს მეუღლე, პარტნიორი თუ არ ყავს, მაჩვენებენ, რომ ოჯახში იმყოფებოდა ეს ადამიანი ეს დღეები. და მაჩვენებენ, რომ ხელი შეეშალა, რომ მოსულიყო თქვენთან. ასევე მაჩვენებენ მის იდუმალ ფიქრებს, ანუ რას ზრახვებს, რასაც მალავს. და ძალიან გულგატეხილია, თვითონ სადაც არის ეხლა იქ იმ ოჯახში ეს ადამიანი არის ძალიან გულგატეხილი და თითქოს პოზიციებს იცავს. ანუ აქ რა მოდის, ნახეთ, პოზიციების დაცვა ეს ნიშნავს იმას, რომ
აი შორიდან გითვალთვალებთ, შორიდან აინტერესებს თქვენზე ამბები და ეს ყველაფერი ბედის ბორბალი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ ციკლურად ხდება, ანუ აი რაღაც ეტაპი გაივლის, ერთად ხართ, მერე თითქოს დაშორდებით, მერე ისევ, ანუ ეს ბედის ბორბალი არ გცილდებათ, ანუ ციკლურობა იკითხება ამ თქვენს ურთიერთობაში რა. და რა თქმა უნდა, ის რომ მიზიდულობა, ვნება აქვს თქვენ დამი ძალიან დიდი და ასევე მოიაზრებს, რომ თქვენ ხართ მისი საყვარელი ადამიანი, აქ ჩანს. მე ახლა არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიძახი, ოჯახის კარტი ამოდის. შეიძლება ყავს მეუღლე, ცოლი, მეორე ნახევარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად მისი სტაბილური ყოფისა იმ ოჯახში, სადაც არის, ამოდის სამკუთხედი. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი გულგაცრუება, გულზე დარტყმა, ეს რა თქმა უნდა პირადულზე და გრძნობას შეეხება და ამოდის საყვარლების კარტი. აქ უკვე მოიაზრება თქვენთან სიტუაცია და ის, რომ ის ხდება როგორც სულელი. ანუ ამ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით გაიგებთ. ეს არის რომანტიული ადამიანი, რომელიც თავისი სიამოვნების მიღებისთვის მზად არის იმ მომენტში, როცა ვნება მოეძალება, წავიდეს და თავგადასავლების, ასე ვთქვათ, მორევში გადაეხვიოს. რა თქმა უნდა, დადებითში და სიამოვნების მიღებაში. რა თქმა უნდა, წინ მერე რა მოხდება, როგორ იქნება, ანუ ისეთი გეგმები მას არ აქვს. უბრალოდ უნდა სიამოვნების მიღება, დატკბობა, რომანტიკა, სითბო თქვენთან. აი ესეთი რაღაც ამოდის. ეხლა აი ამ სიტუაციაში ამაწმო დროში რას გვეტყვიან კარტები, რა მდგომარეობაშია ის და თქვენთან მიმართებაში რა ფიქრები აქვს მას თქვენთან მიმართებაში, თქვენთან მიმართებაში. ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს, არ ვიცი როგორ გავაქცევ. ჯერ ერთი ამოდის რუსებს კარგი სიტყვა აქვთ, ანუ არ ვიტყვი ხო, მაინც ტრისენა, ასე ვთქვათ, ენას რას ვერჩით, ხო? მაგრამ ესეთი კარტი ამოდის, ეს ხართ თქვენ მისთვის. თქვენ რა ხართ, ეხლა უყურეთ. ძალიან დიდი ბნება, ძალიან დიდი ცდუნება, ძალიან დიდი ავხორცული უფრო ინტიმური ფიქრები და გრძნობით სავსე. ერთი პერიოდი, შეიძლება ერთი დღე, შეიძლება უფრო მალეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ მოითმეს ეს ადამიანი, იმდენად უნდა თქვენთან სიახლოვე. აქ პირდაპირ მაჩვენებელია ეს ამის. და რა თქმა უნდა, ინტიმისთვის რა. მისი ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილებისთვის, ხო? და ბოლოს აბა მოვა თქვენთან თავისი ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად. ანუ სტაბილურობის კარტი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ მოვა. აი ხედარი გზაშია, ის უარს არ იტყვის ამ სიამოვნების მიღებისთვის. აუცილებლად მოვა და გრძნობით სავსე, ნახეთ. აივსება გრძნობით, მაგრამ აქ ეხა საუბარია ორ ადამიანზე, ხო? ანუ თქვენს ორმხრივი გრძნობა და თან პლუს რაღაცა კონფლიქტია თქვენ შორის. შეიძლება ეხლა ამ წუთას არის კონფლიქტი. ეხა ნახეთ, აქ არის ძალიან დიდი სექსუალური ენერგია, რაც მე ამოვიკითხე და ინტიმი. ანუ ეს არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი, რაც ამოდის ინფორმაცია იმას გეუბნებით, გაწვდით დანარჩენი, ეხლა თქვენ მიიღეთ, თქვენ განსაჩეთ, თქვენ თავზე მოირგეთ და პირველებთან, რა თქმა უნდა, დავამთავრე, ეს კაცი 3 დღეში გამოჩნდება. გადავედი მეორე ვარიანტზე. აი, ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა, ნახოთ აბა. რა ენერგიებში, რა მდგომარეობაში ეს ადამიანი.
ანუ არ გავაგრძელოთ ვიდეო. აქ ამოყირავებული კარტი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ცოტა ნაბახუსევ მდგომარეობაში იყოს. ხო, ну რაღაცა სიმძიმე აქვს, ოღონ ამ შემთხვევაში სიმძიმე არის უფრო აი ეს უფრები, დალევა, მირთმევა რაღაცეების თვითონ ამოვიდა რა, ამოტრიალებული, რომ ცოტა ანუ გაუჭირდა ხა ამდენი. ამოდის სიყვარულით, ამოდის ახალი ამბით და ამოდის მზე. მზე ძალიან კარგი კარტია, ვიცით და ძალიან მიყვარს, იცით. თვითონ ისეთი ადამიანია რომ ჩანს, შეიძლება ეხა მე არ ვიცი, მსახიობი არ არის, მაგრამ სამსახიობო რაღაც მონაცემებიც კონდეს, ну მოკლედ აი ყველა რაღაც ესეთ ღონისძიებაში რომ ჩანს, აი თამადა რო იტყვიან, აი ესეთი ვარიანტია. ეგოისტიც არის ამავე დროს. უყარს თავისთავი, ეხლა თქვენთან დაკავშირებით, აი ამ ადამიანს ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა, რა ფიქრები აქვს, რა გრძნობები აქვს, რა ემოციები აქვს და საერთოდ აი ეს დღეები როგორ გიხსენებდათ, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის. აქ გაყოფა. კარტი ამოდის ერთი პერიოდი, სადღაცა ერთ პერიოდში, ერთ თვეში შეიძლება ისევ დატრიალდეს ყველაფერი თქვენ შორის, მაგრამ ეხლა ამოდის უარყოფითი კარტები. რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს გაყოფილები ხართ, სიცივეა, თითქოს თქვენ ორივე გაურბიხართ ერთმანეთს, არ გინდათ ეხლა ამ წუთას ერთმანეთთან საუბარი. და მიზეზი რა არის? გრძნობა. მიზეზი არის გრძნობა, მიზეზი არის გამარჯვება, ანუ აქ მიდის ორთაბრძოლა ერთმანეთთან. რა საინტერესოა. აღდგენის კარტი მოდის, ანუ თქვენი ურთიერთობა როგორ ჩანს აღდგება, ეს კაცი წასულა თქვენი ურთიერთობიდან რაღაც პერიოდ, შეიძლება ეხლა წასულია. კი, შეიძლება არა. ეხლა წასულია, იმიტომ რომ ყოფილა რაღაც ჩარევა, რაღაც სიტუაცია ქალთან დაკავშირებით, ვინც ჩაერია თქვენ სიტუაციაში, გაგირთულად რაღაცა, ეს ჭორები, ენები, რაღაცა, არ ვიცი რა. სიტუაცია, აქ მაგიაზეც არის საუბარი, ეხლა ესეთი ბრწყინვალე შვიდეულის და ასე შემდეგ პერიოდია და არ მინდა უარყოფითზე ვისაუბრო, კი ბატონო, არის შავი მაგია. ანუ ეხლა თუ რეზონირდა ეს სიტუაცია, მე ვაკეთებ ანალიტიკას გეუბნებით ორი სიტყვით. თუ რეზონირდა, მომწერეთ, რომ ნამდვილად ესეა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. ანუ როგორი სიტუაცია იყო, იცით, უბრალოდ გქონდათ ურთიერთობა, ორივეს გრძნობა გაქვთ ეხლაც, მაგრამ რაღაც მომენტში, რაღაც ეტაპზე გაცივდა თქვენი ურთიერთობა. ეს გაციება, გრძნობა ეხლაც არის, ეს გაციება არის წასული ადამიანი. ეს გაციება არის გამოწვეული ადამიანისგან, რომელიც ჩაერია. აქ მაგიური რაღაცა ესეთი მსგავსი სიტუაციაა. ჩარევა ქალისგან. კი ბატონო. ну არის რა ვიღაცა, ვინც მოკლედ რაღაცა გააკეთა. რომ გაქციებოდათ გრძნობა და დანგრეულიყო თქვენი ურთიერთობა და ან დაშორებაზე რა. ბევრი რო არ გავაგრძელო და ეხა შეიძლება ეს ადამიანი წასული არ ვიცი. კარტი მაჩვენებს რომ წასულია და ვნახოთ აბა თუ ყველაფერს ხო თავის ვადა აქვს და გავა ეს მაგია. ან გაირკვევა ბოლო სიტუაცია. ჯერჯერობით ისევ ესე ხართ გაყოფილები, ნახეთ მე ჩემთვის შენთვის, მაგრამ აქ ამოდის ოჯახის კარტი, პრინციპში სამყარო გეხმარებათ, გამოჩნდება, შეიძლება თქვენი ოჯახიდან, შეიძლება მისი ოჯახიდან, არ ვიცი, ვიღაც ადამიანი, ვინც, ანუ, აი ნახეთ, კიდე ამოდის ეს დამსჯელი კარტი, ეს პირდაპირ მიმანიშნებელი, რომ შენ, ანუ, ეს დაიმსახურე, შენ ისჯები, შენ უნდა დაისაჯო, რაღაც აი ესეთი, ну, ეხა ამ ფასტაში ასეა. და რაღაც პერიოდი ჭირდება ამას, მაგრამ ყოველთვის სიმართლე
ხო იცით, რომ ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე რომ მაინც გამომჟღავნდება, რამდენი დროც არ უნდა იყოს გასული და ისევ მერე გილაგდებათ სიტუაცია. ნუ ყოველ შემთხვევაში არის, მაგრამ ნახე, აქ არის საუბარი დაფარულ, ანუ აი ამ ასე ვთქვათ, მაგიას ეხება ეს. ნუ დაფარული ცოდნა, ეზოთერია, მაგია, ოკულტიზმი, ეს ყველაფერი ამოდის high price-ის, რაც მანიშნებენ, რომ ვიღაცამ, ანუ აი ესეთი რაღაცა გააკეთა, ხო? დაფარულ ცოდნას, დაფარულ რაღაც რომ გაყოფილიყო გზები, თქვენ წასულიყავით ცალკე, ის წასულიყო ცალკე, აი ზურგი შეგექციათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ამოდის რაღაც პერიოდი და სხვათა შორის მალე ეს მაგია გამჟღავნდება, გაივლის, აქ ამოდის ბალანსის კარტი. ნუ იცით რა არის, უნდა ილოცოთ, უნდა გაიწმინდოთ, უნდა ითხოვოთ, აუცილებლად დაგეხმარებიან, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვყავს დამხმარე მფარველი ანგელოზები, ვინც აი ესეთი კრიტიკული მდგომარეობიდან კი ერთ თვეში არის გამოსვლა, ძალიან მალე გამოხვალთ, მაგრამ აქ არის დაბალანსების კარტი და ცოტა გაგიჭირდებათ აი ამ პერიოდის გავლა. თქვენ თავზე უნდა იმუშაოთ, აუცილებლად უნდა ენერგო გაწმენდვა ჩაიტაროთ. ილოცოთ თქვენ, ნახეთ, ბევრი ვიღაც დაგეხმარებათ. აქ არიან რომ აკეთებენ წმენდვებს, კი ბატონო. მუშაობს, მაგრამ ნახეთ, მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენც რაღაცა გააკეთოთ. მარტო სხვა ყველაფერს, ანუ თქვენს დაბინძურებულ აურას, თქვენ ნეგატივს ვერ გაწმენდავს. კი, გაწმენდავს, დაგეხმარებათ. ნამდვილად აკეთებენ და არიან პრაქტიკოსები, მაგრამ თქვენც უნდა რაღაც ძალისხმევა ჩადოთ ამაში, იმიტომ რომ ითხოვენ ზემოდან. ანუ აქ ეხლა ამ შემთხვევაში მე პირადად ვხედავ რას. მიმართეთ უმაღლეს უზენაეს ძალებს. მიმართეთ თქვენ მფარველებს, ანგელოზებს, შემწეებს, წმინდანებს. ანუ აქ ზეციურ ძალებზეა საუბარი. ნათელ ძალებზე, რომლებიც გამოგიყვანენ. მადლობა ღმერთს და აღდგენა მოხდება ამ სიტუაციის და ისევ შერიგება. ჯერჯერობით ეს პერიოდი, სადღაც ერთი თვე მაინც გჭირდებათ ამ ნეგატივიდან გამოსვლა. კი. და მერე ნუ ისევე თქვენ ენერგიას დაიბრუნებთ. თქვენ სიმშვიდეს დაიბრუნებთ. თუ ხართ ეხა ესეთ სიტუაციაში, უბრალოდ ეს მნიშვნელოვანი იყო, რაც მოვიდა, უნდა მეთქვა. კი არის საჯარო, მაგრამ ვისაც სჭირდება, ის გაიგებს. ვისთვისაც იყო საჭირო, ის ჩართავს ამ ვიდეოს და მიიღებს ამ ინფორმაციას, ყველაფერი კარგად იქნება. იცოდეთ, რომ არსებობს ღმერთი, არსებობენ ჩვენი მფარველები, ნათელი, უზენაესი მაღალი ძალები, ვინც გვეხმარებენ. ასევე ნუ დავივიწყებთ წინაპრებს, რომლებიც გვიდგანან გვერდში. ეს საგვარეულო თუ მამის მხრიდან, დედის მხრიდან, ყველა მხრიდან, ანუ შვიდ თაობაზე მოდის წინაპართა დახმარება და რას ურჩევდით ეხა მეორე ოპონენტს, ასე ვთქვათ, ხო? არ იფიქრო წარსულზე, გასაგებია რომ ეხა გტკივა გული, დაწყვეტილი გაქვს, ზურგშექცეული ხარ, გახყურებ წარსულს, აი მტკივილს იხსენებ. მოდი რა გავუშვი, ემოციონალური ფონი გაქვს, რაღაც სიტუაციებში პრობლემები შეგექმნა, მაგრამ იცოდე საბოლოოდ გაიმარჯვებ და ვკითხოთ ეხა ვინ დაგეხმარებათ აი ამ ყველაფერში რომ გაიმარჯვოთ. მეორე ვარიანტისთვის ვინ ეხმარებიან ზემოდან? ამ შემთხვევაში აქ მინდა გითხრათ, რომ ორივე მხრიდან, მამის მხრიდან და დედის მხრიდან არის დახმარება. პირდაპირ ეს ერთი პერიოდი ამოდის, ერთი თვე. ნუ აქ ამოდის მფარველი ქალი, არ ვიცი. შეიძლება ბები აკავდათ, ან ბების დედა, ან ვიღაც ისეთი, ვინც ანუ იყო ძლიერი ადამიანი. ნახე ინტუიცია. პირდაპირ ეს კარტი ამოვიდა ორივე მხარე, მამის მხარე, დედის მხარე, რომ ჩართულები არიან, რომ თქვენ დაგეხმაროთ და ასეც არის და იდეალურად
ნახეთ, წიგნებია აქ, ხედავთ, რაღაცაები თქვენც უნდა გაარკვიოთ, შემოკარგებო, დაინტერესდეთ. ყველაფერი არსებობს, ესე არ არის. ეხლა რასაც ვიძახი, რასაც ვამბობ. და აუცილებლად ეს თვითონ პენტაგრამა არის დაცვის და მფარველობის ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიიღებთ მფარველობას, დაცვას თქვენი წინაპრებიდან, თქვენი მფარველებიდან და გამოხვალთ, აუცილებლად გამოხვალთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს, ღმერთი თქვენთან, ჩემო კარგებო. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ და თუ რეზონირთ, რა თქმა უნდა, დამიკომენტარეთ. დაეხმარეთ არხს თქვენი ლაიქით და ასე ვთქვათ, ენერგო გაცვლა გავაკეთოთ, ხო? ჩემთვისაც კარგი იქნება თქვენი ლაიქი და კომენტარი. დროებით, აბა თქვენიცით. არ დაკარგოთ იმედი, ყოველთვის გწამდეთ და გჯეროდეთ, რომ მარტო არ ახართ და გაიმარჯვებთ, აუცილებლად გაიმარჯვებთ. დროებით.